საღამოშვიდობის ეთერშია საინფორმაციო გამოშვება შაბათი დღეს. ყოველ შაბათს 22 საათზე მოგიყვებით რა მოხდა კახეთში მთელი კვირის განმავლობაში. თქვენ ჩვენგან გაიგებთ ყველა მნიშვნელოვან ახალ ამბავს. კვირის მთავარ მოვლენებს ტელეკომპანია გურჯაანის ჟურნალისტებთან ერთად ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. ეს კვირა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით იყო გამორჩეული. პროკურატურამ ციანდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. 9 მარტს კი სინოდმა გამოძიებას ნდობა გამოუცხადა. სინოდის ხდომაზევე დაადგინეს, რომ მიტროპოლიტი პეტრე ცაავას განცხადებები მიმართული იყო ეკლესიის დისკრედიტაციისკენ. მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის მმართველობასაც ჩამოაშორეს. ამავე კვირას ცნობილი გახდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2 საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა. რაც შეეხება კახეთს, ამ კვირაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თელავში, შაშიანსა და პატარძეულში მომხდარი ავარიების დროს საპატრულო და პოლიციის მანქანები დაზიანდა. თელავში კრიმინალური პოლიციის პიკაპს ჰონდას მარკის ჯიპი შეეჯახა და პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. პატარძეულში რუსეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს და სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციელებმა კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. შაშიანში კი ნასვამი მძღოლი საპირისპირო მხარეს მოძრავ პოლიციის პიკაპს შეეჯახა, რომელიც გზაზე პატრულირებდა. მძღოლი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თბილისის მიმართულებით მოძრაობდა რუსის სანომრე ნიშნით ეს დიდი მანქანა ტრაილერი რა. თბილისი და კახეთის მიმართულებით მოძრავს ფორტრაზით შეეჯახა. და გარდაცვლილი ერთი პირველ ახალგაზრდა ბიჭი. საპატრულო ეკიპაჟს აქვს მანქანა დაზიანებული, ბიჭები კარგად არიან. ავტოსაგზაო შემთხვევიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილი იქნა 2 პატრულ პოლიციელი. ჩვენს კლინიკაში ზოგადად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, ძირითადად იყო ზედაპირული ტრავმები, უჩიოდნენ გულმკერდის და მუცლის ღრუს ზედაპირულ დაჟეჟილობებს. ჩაუტარდათ ინსტრუმენტული კვლევები, ღრუ ორგანოების დაზიანება არ აღმოჩნდა და გაეწერნენ ბინაზე შესაბამისი რეკომენდაციებით. ქურდობის და ყაჩაღობის ფაქტები გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ მუკუზანში 2 სახლი და მაღაზია გაქურდეს. სახლებიდან წაღებულია ტექნიკა და ნივთები. მაღაზიიდან პროდუქტი და თანხა მოიპარეს. ნანიანში კი ყაჩაღობა მოხდა. მარკეტის გამყიდველს დანის მუქარის გამოყენებით ფული და მობილური ტელეფონი წაართვეს. გიორგი ბაღანაშვილი დაინტერესდა გურჯაანში მოხდარი კრიმინალური შემთხვევებით. სოფელ მუკუზანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. გამყიდველის ინფორმაციით მაღაზიიდან პროდუქტი, სალაროდან კი თანხა წაიღეს. ასევე გატეხეს TBC Pay-ის სწრაფი გადახდის აპარატი. მთლიანობაში მეპატრონემ რამდენიმე 1000 ლარის ზარალი მიიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ. გატეხილია TBC Pay, წაღებულია ძვირადღირებული საქონელი, სიგარეტები და კონიაკები, აი ესეთი რამეები, ნავაჭრი ფული დატოვებული ჰქონდა აქ და წაღებული იყო მთლიანად აბსოლუტურად, ხურდა ფულების ჩათვლითაც კი 5 თეთრიანების ჩათვლით. არავინ არ არის დამნახე. კარები იყო ძალიან ისე გამოკეტილი, რომ შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ აქ არაფერი არ ხდება. მუკუზანში ერთ ღამეში 2 სახლიც გაქურდეს. ეჭვმიტანილებმა სახოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები მოიპარეს. აჯერიდან იყვნენ გადასულები და კარები შიგნიდან იყო შეგრეული. წაღებული არის ბევრი რამე, რაც მაცივარი, პომპა წაიღეს, ტვინის პომპა. სხვა სახლის გატეხეს კი. როდის გატეხეს? ესე იგი, აი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იმ დღეებშია ნამუშევარი. მარტო უკვე აღარ დავტოვებთ. გრძნობრო ვიღაცები იყვნენ ესეთი ყაჩაღები და ქურდები შემოსულები, აი კარზე. უკვე ხო შიში გააქვს. გაწყდა ბინა. ვისგან როგორანაირად გაგებოში არა. რა ვიცი, სახლი გაუტეხიათ და წაუღიათო თუ კი რამე ყოფილა სახლებში. სხვათა შორის დაკეტილები იყო და თბილისში არიან ისე, იმიტომ ეს მიტოვებულია სახლები პატრონოს ესე რომ ვთქვათ. სოფელ ნანიანში კი სასურსათო მაღაზია და ყაჩაღის დანის მუქარის გამოყენებით გამყიდველს 200 ლარამდე თანხა და მობილური ტელეფონი წაართვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურს ინფორმაცია არ აქვს, რა მუხლით აღიძრა საქმე ან დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი.
კახეთის სასოფლო სამეურნეო სამუშაოები აქტიურად დაიწყო. შარშანდელთან შედარებით შხამქიმიკატები და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის დაქირავება გაძვირდა. ფერმერებს დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, რამდენად ხარისხიანი პესტიციდები იყიდება მაღაზიებში. 2016 წელს მოსავლის მასობრივად დაზიანებას სწორედ ფალსიფიცირებულ შხამქიმიკატებს აბრალებდნენ. ვინ გააკონტროლებს წელს პესტიციდებისა და შხამქიმიკატების ხარისხს? ეკა თეთრაძე დაინტერესდა. სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებში ხეხილის გასხლის სამუშაოები დასრულდა და ახლა ფერმერებმა ატმის ნარგავების წამლობა დაიწყეს. გურამ ბერულაშვილი 9 ჰექტარზე გაშენებულ ატმის ბაღს სულეს. პირველი წამლობა დღეს ჩაატარა და ეს 80 ლარი დაუჯდა. წელს კიდევ მინიმუმ 5 ჯერ უნდა შეწამლოს. 80 ლარი გვიჯდება. 1.5 ჰექტარის მოწამლა ტრაქტორი თუ მოწამლე. უკვე დაღუპილი ხარ. შარშანათი ლარი ღირდა წელი 12 ლარია. მერავი ეს გურჯაანი არა ქვეყანა, საიდან არის როგორა მილიონერები ცხოვრობენ ახლა, იქ სხვა ფასია, აქ სხვა ფასია. ვერ გავიგე ეგეთი ამდენი მომატება თანა. კიდევ უფრო ძვირი ღირს ატმის შეწამლვა სპეციალური ტრაქტორის საშუალებით. ფერმერები გაზრდილ ხარჯებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შარშანეთთან შედარებით მექანიზაციისა და შხამქიმიკატების ფასები მომატებულია. ფასი გაძვირებულია, ალბათ დოლარის კურსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გაძვირებულია. ხო, შეწამლის ფასებმაც იმატა, რა თქმა უნდა, შარშან 50 ლარად გექტარი კეცდებოდა, წელს უკვე 70 ლარია. ესე იგი თვითღირებულება ყველაფრისა იზრდება. კიდევ ერთი პრობლემა შხამქიმიკატების ხარისხია. ფერმერები შხამქიმიკატების დაბალ ხარისხზე ცივიან, როგორც ამბობენ, შარშან უხარისხო პრეპარატებმა მოსავლის დიდი ნაწილი გააფუჭა. წელს ხარისხს მას შემდეგ შეაფასებენ, რაც ატმის ნარგავებს ფოთოლი გამოუვა. ფერმერები ხელისუფლებას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის მკაცრ კონტროლს თხოვენ. შარშანი ვენახი მე უკვე ბოლო 2 წამლა გაიყო, რომ გაფუჭდა ვენახი. უკვე წამლის ბრალი იყო, ტრაქტორი ჩემია, სულ ყველაფერი მე წამლი ყველაფერს მოგუშვები, მაგრამ წამალმა აღარ გახაჩა, წამალმა გვიღალატა უკვე. სახელმწიფო უნდა იზრუნოს იმაზე, რომ უნდა შემოიტანოს ხარისხიანი პროდუქცია, ხარისხიანი შხამქიმიკატები. რო ყიდულობს გლეხია რა, რომ მოწამლოს. ვენახია თუ ატამი არის, იმედი კონდე რომ ის წამალი დაიჭერს მომავალ წამლამდე და ისა არ გაუფუჭდება ის ვენახია თუ ატამია რაც არის. უხარისხო შხამქიმიკატებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს რამდენიმე კვირის წინ გურჯაანში გამართულ შეხვედრაზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პესტიციდებთან დაკავშირებით ფერმერების პრეტენზიები მოისმინეს და სამომავლო მექანიზმებზე იბსჯელეს. სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დღეს სატელეფონო კომენტარში განაცხადა, რომ წელს სპეციალისტები 300-მდე დასახელების პესტიციდების ლაბორატორიულ კვლევას გეგმავენ. დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებაც, ასევე ამოქმედდება საჯარიმო სანქციები შხამქიმიკატების უკანონო რეალიზაციაზე. არ შეიძლება რომ იმაში ბაზრებზე და ბაზრებში მანქანებიდან იყიდებოდეს პესტიციდები მზის ქვეშ, მაღალი ტემპერატურის ქვეშ, სადაც ხდება პესტიციდების ინაქტივაცია და პესტიციდები ხარისხს. ასეთი პესტიციდი თუ გამოიყენა მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, შედეგს ვერ მიიღებენ. მაღაზიებში, რაც შეეხება პესტიციდების ხარისხს, დაგეგმილი გვაქვს ნიმუშების აღება, ის პრეპარატები, რომელიც არის გადაფასებული, ანუ არ არის მოთავსებული ორიგინალურ ტარაში და არის გადაფასებული, ავიღებთ ნიმუშებს და შევამოწმოთ აკრედიტებულ ლაბორატორიაში. შედეგების მიხედვით განხორციელდება დარღვევების შესაბამისი რეაგირება. პროცესი მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყება, თუმცა პრობლემა მხოლოდ შხამქიმიკატები არ არის. ფერმერების განმარტებით კიდევ ერთი მოსაგვარებელი საკითხი უკვე მოწეული მოსავლის რეალიზაციაა. სახელმწიფო მევენახეებსა და მეფუტკრეებს კოოპერატივების ხელშეწყობის ახალ პროგრამას თავაზობს. მთავარი მოთხოვნა, რომ კოოპერატივში სულ ცოტა 20 მევენახე გაწევრიანდეს და თითოეულს მინიმუმ 1 ჰექტარი ვენახი ოფიციალურად დარეგისტრირებული კონდეს. სახელმწიფო მევენახეებს და მეფუტკრეებსაც კოოპერატივებში გაწევრიანების შემთხვევაში ფინანსურ სარგებელს თავაზობს. ვერა იაშვილი დაინტერესდა, რას ითვალისწინებს პროექტი და რამდენად მისაღებია პირობები, რომელსაც კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამას თავაზობს მათ. მევენახეობის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ ახალი პროგრამა დაიწყო. კოოპერატივების შექმნის მსურველები კი რამდენიმე აუცილებელ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. წევრთა რაოდენობა არანაკლებ 20 მეპაიესგან უნდა შედგებოდეს და მათ საკუთრებაში 20 ჰექტარი ვენახი მაინც უნდა ჰქონდეთ. სახელმწიფოსგან 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობის გადაცემის შემდეგ კი კოოპერატივი ვალდებული იქნება საწარმოს შენობა ნაგებობის მოწყობა უზრუნველყოს. სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის დეტალები კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გურჯანელ ფერმერებს გამგეობის დარბაზში გააცნო. ჩვენს მევენახეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შემოსავალი მიიღონ არა მხოლოდ ყურძნის რეალიზაციით, არამედ საკუთარი ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინის რეალიზაციიდან, რის თანახმადაც ჩვენ სახელმწიფო პროგრამა აძლევს მათ პროგრამაში ჩართულ კოოპერატივებს 100 ტონა ყურძნის გადამამუშავებელ აღჭურვილობას. მევენახეობის კოოპერატივების სახელმწიფო პროგრამას ეჭვით უყურებს ჩუმლაყელი ფერმერი ანდრო ჯოხაძე. მიაჩნია, რომ მთავრობა მევენახეებზე არა საჭირო ინვენტარის გადაცემით, არამედ სხვა კუთხით უნდა იზრუნოს. უფრო სხვა რამეს შეიძლებოდა ყურადღების გამახვილება, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ჩემი აზრით შხამქიმიკატებზე, ძირითადად რომ ძალიან სიძვირია და მერე კიდე რეალიზაციაზე. შხამქიმიკატებსაც თუ რაღაცას რეაგირებას მისცემენ და იაფი გახდება და რეალიზაციაზე არავითარი თავის ტკივილის გარეშე თუ ჩაბარება შეიძლება და გაყიდვა შეიძლება, მაგრამ ეგ უფრო დიდი დახმარება იქნება, მე მგონია დღევანდელ პირობებში. ანდროს მსგავსად ფიქრობენ ახაშნელი მევენახეებიც. მათ კოოპერატივში გაწევრიანებასა და ღვინის დაყენებას ურჩევიათ ისევ ყურძენი ჩააბარონ, რადგან თვლიან, რომ ღვინის რეალიზაციას საკუთარი ძალებით ვერ შეძლებენ. უკეთესი იქნება ახლა მე ჩემ მოწეულ მოსავალს თუ რეალურ ფასს მომცემენ მეღვინეები და გავყიდი ეგ მიჩევია ვიდრე მე დავდგედათ ხო ღვინოსთან დაკავშირებით სხვა პრობლემებიც იქნება მე გასაღების ბაზარი სოციალურად ბაზარი ძნელი არის მე გადამუშავება უნდა რამდენად რა ვიცი რთულია რა აი სახელმწიფო თუ მომცემს ამ აღჭურვილობას მე ამდენი ღვინოს საწავიღო ვიჩაობარო. მევენახეობის გარდა სახელმწიფო მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაზეც უკვე მესამე წელია მუშაობს. ახლა კი კოოპერატივის წევრებს ახალ პროგრამაში ჩართვასა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას თავაზობს. მეფუტკრეობის პროგრამაში კოოპერატივი ჩაერთვას საჭიროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის პირობებში მინიმუმ 11 მეპაიე, უნდა გქონდეთ მინიმუმ 60 სკა კოოპერატივის ფარგლებში მობილიზებული, ამ შემთხვევაში მათ აქვს შესაძლებლობა მიიღონ მხოლოდ სკების პროგრამაში მონაწილეობა. ხოლო თუ კოოპერატივის ფარგლებში მობილიზებას მოახდენენ 400 სკას, მაშინ უკვე მათ აქვს შესაძლებლობა მიიღონ თანადაფინანსების პრინციპით ხის სკები, როგორც დადანის, ასე რუტის. ძალიან კარგია, როდესაც გვაქვს იმის საშუალება და უფლება, რომ ამ პროგრამაში სრულად თუ არა, რომელ მოთხოვნასაც ვაკმაყოფილებთ, ნაწილობრივ შევძლოთ მონაწილეობა, რომელიც ძალიან კარგად წაადგება მეფუტკრეობის კოოპერატივების განვითარებას. მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გვერდზე 3 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო მევენახეობის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ფერმერებს 23 მარტამდე ექნებათ. 2017 წელს სოფლებში პრობლემები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ვეღარ მოგვარდება. სამაგიეროდ ცნობილი გახდა, რომ წელს მუნიციპალიტეტში გზის და სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 მილიონზე მეტი გამოიყოფა. უკვე შეირჩა 16 ობიექტი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება. კონკრეტულად სად და რა პრობლემები გადაიჭრება, ეთერ თეთრაძე გვიამბობს. დაზიანებული სავალი ნაწილი და სანიაღვრე არხები ასეთ მდგომარეობაშია შაშიანში სავარგულებამდე მისასვლელი გზა. მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია არ შეკეთებულა, რის გამოც გადაადგილება როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით თითქმის შეუძლებელია. არადა მთელი სოფელი ამ გზით სარგებლობს მოსახლეობა. ჩივის, რომ დაზიანებული სავალი ნაწილის გამო მოწეული პროდუქციის სახლამდე მიტანა უჭირთ. აუცილებელია ეს გზა გაკეთდეს, იმიტომ რომ ძალიან არის გაფუჭებული. ეს გზა სოფელს აკავშირებს ბოლოსთან, მთელი სოფლის მოსახლეობა ამ გზით სარგებლობს და იქიდან პროდუქტი რომ მოაქვთ, მარწყვია თუ პამიდორია თუ რამეა, ეს მალე ფუჭებადი პროდუქტი, აუცილებელია რომ ძალიან ფრთხილად ამოიტანონ სოფელში. და რა ვიცი, თუ კი გააკეთებენ ყველა მადლობას მოგიხდით. ეს გზა ძალიან სავალალო მდგომარეობაშია შვირო. ძალიან გვიჭვირს ხალხს. მანქანები
აი ლამის სახლში შემოვიდნენ. ყველა ძალიან შრომელია და ყველა სიმდენი მოსავალი მოყავს ქვეყანა, მაგრამ აი გზა ისია გაფუჭებული, ძალიან გასაჭირია ამ გზაზე მოძრაობა. მაგრამ პირველ რიგში სანიაუღრე თუ არ გაკეთდა და სანიაუღრედან პირდაპირ ეზოებში შემოგვდის ეს კანალიზაციის წყალი. ეს არის ცენტრალური ბოლოს გზა და ყველა მანქანა აქ დადის. და იმ დონეზეა გაფუჭებული ეს ქუჩა, ნორმალურად მანქანა ვერ გაივლის. ერთმანეთს ვერ აუქცევს. ის არის ცუდია, კარგია მინდია და ცხელა ისეთი მტვერია, რომ სახლებში იმ მდგომარეობაში ვარდება, რომ ყოველ დღე თუ არ მიხედე არ არსებობს. ეს წყალი კიდე წვიმამოვა და მთელი სოფლის წყალი აქ იყრის. ეს კი სოფელი კალაურია. შაშიანის მსგავსად სადგურის უბნელებიც ამბობენ, რომ გზა სავალალო მდგომარეობაშია. ზაფხულში მტვერი, ზამთარში კი ტალახი აწუხებთ. ეს გზა აქ მაცხოვრებლებს რაიონულ ცენტრთან, სოფელს კი სავარგულებთან აკავშირებს. მოსახლეობა ფიქრობს, რომ სამუშაოების ჩატარება დროული და აუცილებელია. აუცილებელია გაკეთე ასფალტში. წერში ვიხჩობით. ბავშვები წვიმამოა. ტალახში აიქამდენ ამაიფლობიან. მოდიან სკოლაში, მიდიან ბალღები, მოდიან ამოთხოვნულები სანამ აქედან აგეიქავენ, გათხოვნულები არიან ბავშვები. ძალიან გულით აქვთ ხო, გაასუფთავენ აქავრობა, დააგონ ასფალტი. მტვერს, უბრალო მტვერს ვერ იტანს ხალხი და ჩვენთან მტვერი კი არა, ბუქი რომ გამოიხედავ გარეთ, არც კაცი ჩანს, აღარც მანქანა ჩანს. ისეთ ბუქში ვცხოვრობთ. წვიმა რომ მოდის, კოჭამდე ვერ გადვიოთ გეფიცები, ან კალოშები უნდა ჩავიცვათ, რომ სადგურამდე მივიდეთ. ან უნდა ფეხებზე ვიცმევ მე პირადად, ჩექმებზე ამოვიცმევ ხოლმე პარკებს. ცელოფნის პარკებს ვიცმევ, რომ სადმე მინდა წასვლა და წავიდე, ისეთ ტალახში ვართ, წვიმის დროს. ეს გზა გვაკავშირებს სოფელთან, ქალაქში რო წავიდეთ ან თელავში, ამ გზით უნდა გავიდეს ხალხმა გაიაროს. მთელი სოფელი ამ გზაზე დადის, ბოლოზე იქნება ადგილებში თუ რა ვიყო, მთავარი გზა არის ეს არის ცენტრალური გზა სოფლის. უკვე ცნობილია, რომ შაშიანსა და კალაურში ამ გზების რეაბილიტაცია წელს მოხდება. პროექტები რეგიონში განსახორციელებელი ფონდიდან უნდა დაფინანსდეს. ცნობილია ისიც, რომ წელს ამის გარდა კიდევ 14 პროექტი განხორციელდება. ესენია: რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ქალაქი გურჯაანი, გოგებაშვილისა და გორგასლის ქუჩების რეაბილიტაცია, ნინოშვილისა და ფურცელაძის ქუჩების მოასფალტება, ვაჟაფშაველას ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობა, ჩუმლახში შიდა გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება, მუკუზანსა და ზეგაანში შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა, ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა, კაჭრეცსა და ზემო კაჭრეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, ბაკურციხეში ვანჩუკაანთუბანში გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, მეჯინში კეჭის სასაფლაოს გზისა და საბავშვო ბაღის გზის რეაბილიტაცია, გარდენახში შაკიანთუბანში ჭაბურღილის მოწყობა, ზემო კაჭრეცსა და ბაკურციხეში ჭაბურღილის მოწყობა რეზერვუარებთან ერთად, მუკუზაანსა და ზეგაანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია. 2017 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ველოდებით 16 პროექტის დაფინანსება. ჩვენს მიერ პროექტები გამზადებული და გადაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სავარაუდოდ მომავალ კვირაში იქნება მთავრობის ხდომაზე მისი განხილვა. ველოდებით მთავრობის განკარგულებას დაფინანსებაზე. აღნიშნული პროექტები სავარაუდოდ მომავალ კვირას მთავრობის განკარგულებით დამტკიცდება, რის შემდეგაც უკვე სამუშაოები დაიწყება. რა სარგებლობა მოაქვს საკრებულოებში შექმნილ ფრაქციებს რაიონის მოსახლეობისთვის? გურჯაანში 8 ფრაქცია მუშაობს, მათ შორის 2 ამ კვირაში. მას შემდეგ შეიქმნა, რაც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციები გაუქმდა. სახელწოდებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დეპუტატთა გაერთიანებები გურჯაანის განვითარებასა და აღორძინებაზე ზრუნავს. ამართლებს თუ არა მიზანს, სახელები და რა ინიციატივებს აყენებენ რაიონის განვითარებისთვის დეპუტატები, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. გურჯაანის საკრებულოში დეპუტატებმა 8 ფრაქცია ჩამოაყალიბეს იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივები დააყენონ და რაიონის განვითარებას და აღორძინებას შეუწყონ ხელი. ფრაქციებმაც ასეთივე სახელები დაირქვეს, მაგალითად ფრაქცია მაჟორიტარები გურჯაანის განვითარებისთვის, ფრაქცია გურჯაანის აღორძინებისთვის. მათი ინიციატივები მართლაც ემსახურება თუ არა რაიონის განვითარებასა და აღორძინებას, ამის გარკვევას თავად ფრაქციის თავმჯდომარეებთან და წევრებთან შევეცადეთ. საკრებულოში ქართულ ოცნებას ყველაზე მსხვილი
ერთეული ფრაქცია აქვს და 11 წევრს აერთიანებს. აქედან ყოველთვიურ ანაზღაურებას მხოლოდ თავმჯდომარე თეიმურაზ ზარდიაშვილი იღებს. ერთ-ერთი წევრი ლევან ხაზიური ფრაქციებს გააქტიურებას ურჩევს. მას იმ ინიციატივის დასახელებაც ვთხოვეთ, რომელიც ბოლო დროს დააყენეს. ბოლოს ნამდვილად არ მახსოვს რა ინიციატივა დავაყენეთ. ერთი ინიციატივა, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს, ეს იყო წარმატებული სტუდენტების დაჯილდოებისთვის თანხის გაზრდა, აგრეთვე მახსოვს, რომ ბიუჯეტი რესპუბლიკელები ამბობდნენ. არა, რესპუბლიკელებმა დააყენეს კი თავიდან, ანუ შარშან მათ დააყენეს, რომ ამ კუთხით ყოფილიყო თანხა ჩასული, მაგრამ გაზდის საკითხი უკვე დააყენა ქართულმა ოცნებამ. ამ თუთას ახლა მეტი არაფერი არ მახსენდება, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ფრაქციების ინიციატივა თუ გახსენდებათ? სხვა ფრაქციების ინიციატივებით მაინც და მაინც დიდად არა ვართ განებიურებულები, სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიხსენებ, თუმცა რამდენიმე ინიციატივა იყო მათ ერთმანეთს. და თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ. არა, მართლა არ მახსენდება ამ თუთას არაფერი. ნაციონალური მოძრაობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ხელისუფლება მათ მიერ დაყენებულ ინიციატივებს ხშირად არ ითვალისწინებს. ამის მიუხედავად ყოფილ თანაგუნდელებთან შექმნილი ფრაქცია დაშალეს და ახალი გურჯაანის ხმა ჩამოაყალიბეს. ნიკა ნიჟარაძემ და თეიმურაზ ბუწაშვილმა მასში მესამე წევრად აღარც ნაციონალი და არც ევროპული საქართველოს მხარდამჭერი უპარტიო დეპუტატის სტატუსით ზაქარია იაგანაშვილი მიიღეს. თუ სამნი არ შეგროვდებოდნენ, ფრაქციასაც ვერ შექმნიდნენ. ნიკა ნიჟარაძე მაინც კმაყოფილია, რომ საკრებულო მისი ბოლო ინიციატივა გაითვალისწინა. იგი გურჯაანში საცურაო აუზის ამუშავებას მათ მიღწევად მიიჩნევს. ნაწილობრივ მივახციეთ იმას, რომ წლევანდელ ბიუჯეტში ცოტაოდენი თანხა გაითვალისწინეს გურჯაანის აუზის შენახვაზე და როგორც მოგეხსენებათ, ამ დღეებში აუზი ფუნქციონირებას დაიწყებს. ეს დიდწილად ჩვენი მიღწევაა. ჩვენ გქონდა ინიციატივები, როდესაც გურჯაანში იყო გვალვა, რომ მოსახლეობა გადასახადისგან განთავისუფლებულიყო, მაგრამ შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ჩვენგან მთავრობის მიერ დაიბლოკა და არ გავიდა და გქონდა ძალიან ბევრი ინიციატივები. ნაციონალებიდან წასულმა დეპუტატებმა კი ფრაქცია თავისუფლებისათვის ევროპული საქართველოს შექმნეს ინიციატივების შესახებ, რომ მკითხეთ ახალი ინიციატივა დაგვისახელა, რომელიც ჯერ საკრებულოსთვის არ გაუცნია. ინიციატივები, რა თქმა უნდა, გქონდა ძალიან ბევრი და შემდგომშიც ვაპირებთ, მაგალითად ახლა მე ვაყენებ საკითხის დაყენებას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზებასთან დაკავშირებით. ინიციატივები ვერ გაიხსენა ვერც დავით ჭუნიაშვილმა, რომელიც არც ერთ ფრაქციაში აღარ არის, თუმცა მისი აზრით ფრაქციები სასარგებლო საქმეს აკეთებენ რაიონისთვის. ნელია ამის თქმა ეს სპონტანურად ეხლა არ მახსენდება. ცოტა ხანი დაფიქრდით და ისე გითხარით. არ არის საჭირო დაფიქრა. ძალიან ბევრი თემებია რა, ისეთი, რომლებზეც იყო აქტიობები, სხვადასხვა ფრაქციები აქტიობებენ. და რავი, საკრებულოს ხდომებს უნდა მიადევნოთ ყური. აღსანიშნავია, რომ საკრებულოში მომრავლდნენ უპარტიო დეპუტატებისგან შექმნილი ფრაქციები, მაგალითად ფრაქცია გურჯაანი, სადაც ყოფილი რესპუბლიკელები არიან გაწევრიანებულები. ფრაქცია გურჯაანის აღორძინებისთვის, სადაც ყოფილი თავისუფალი დემოკრატები და ყოფილი ლეიბორისტია. ოფიციალურად პარტიული ფრაქციები ქართულ ოცნებას, ნაციონალებს, ევროპულ საქართველოსა და დემოკრატიულ მოძრაობას აქვს. ფრაქციების შექმნას კანონი არ გრძელავს და მთავარი პირობაა, რომ მინიმუმ 3 დეპუტატი გაერთიანდეს. ამის შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეებს ყოველთვე 1350 ლარი ანაზღაურება დაენიშნებათ. გურჯაანის საკრებულო წელიწადში 130.000 ლარამდე ხარჯავს ფრაქციების შესანახად. მათი მუშაობის მიზანი კი კარგი ინიციატივების დაყენება და რაიონისთვის სარგებლობის მოტანა უნდა იყოს. ჩვენ თითქმის ყოველკვირა ვამზადებთ სიუჟეტებს და ვინტერესდებით თუ როგორ მუშაობენ კახეთში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები. სიღნაღი დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ირაკლი შილაშვილი კახეთში ერთადერთი მაჟორიტარია, რომელმაც არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. მან ამ მომრჩეულთა ხმების 54.7% მიიღო. თუ როგორ აფასებენ მის მუშაობას, გიორგი ბაღანაშვილმა ანაგასა და წნორში მოსახლეობის აზრი მოისმინა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 3 თვეზე მეტი გავიდა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგასა და წნორში გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატი მათთან აღარ გამოჩენილა და პრობლემებით აღარ ინტერესდება. გაცემული დაპირებების შესრულებას კი დღემდე ელოდებიან. მათი თქმით, მოსახლეობის გასაჭირის მოგვარებაზე არავინ ფიქრობს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. სად არის დეპუტატი, სად არის მაჟორიტარი? მაჟორიტარი ეს კამებზე. აქ არ არიან მაჟორიტარი. არავინ არ მოდის შვილო. ერთი მოვლენები როცა არჩევნებია და ტაში უნდა დაუკრათ.
მაშინ მოვლე რომ უიგენაცვალეთ ხომ არაფერი გჭირდებათ. არჩევნების წინ მოდიოდა როგორ არა, მაგრამ არჩევნების შემდეგ საერთოდ თვალით არ დავინახია ვინ არის. არც არაფერს არ ასრულებს. ერთი კაცი ორ რაიონი როგორ უნდა გაწმეს? ერთი ვერ აწუდებოდა, ორი გაწუდება. აი მოდი ის გხდებათ? არა შვილო, არა გენაცვალე, არა. მოდის არა, ნეტავისი დარდი აქტივის მერანესი. აი თავიდან რომ სადამარჩენები იქნება და იმიტომ დაინახე და მორჩი დაფთავრდა. მაჟორიტარი არ გვინახია. ბოლოს რეგისტრაცია. არჩევნების წინ. მეტი არ გვინახია, რაც შეკრება იყო უბანში. მივედი დაგვპირდა საბავშვო მოედანს გაგიკეთებ კარუსებებს რაღაცებს, მაგრამ არავინ არ მოსულა. ამშვიდობ. არ მინახია. ან ვინ არის არც ისიც ვიცი. ხო აიჩიეს. დამთავრდა ყველაფერი ამით. იმისინება ამის შემდეგ მოგვაკითხებს თუ არ მოგვაკითხებს. უკმაყოფილოების გარდა არიან კმაყოფილების რესპონდენტების თქმით მართალია ირაკლი შიოლაშვილი აქტიურად მოსახლეობასთან შეხვედრებს აღარ მართავს, თუმცა შეძლების დაგვარად ხვდებათ და პრობლემებსაც ისმენს. რაც შეეხება დაპირებებს რესპონდენტები ფიქრობენ, რომ 3 თვე ცოტაა და დეპუტატს დრო სჭირდება. ჩემი პირადი აზრი არის, რომ ეგ ბიჭი უფრო კაი ბიჭი ჩანს, ვიდრე ამას წინდელი ხალხი, ვინც დეპუტატები იყვნენ. და ყოველ შემთხვევაში რომ ვიძახით ახლა რა შეასრულა თავისი დანაპირები, ჯერ ხო ახლა ზამთარი იყო და ალბათ შეასრულებს. საარჩევნოთაც იყო არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ ორჯერ იყო. ძალიან ხშირად ის და კმაყოფილები ვართ ძალიან კარგი პიროვნებაა, დადებითი პიროვნებაა. კმაყოფილი დავრჩი. ძალიან კარგი დაპირებები აქვს. დასრულებს ამ დაპირებებს? ალბათ შეასრულებს. ყურადღებიანი პიროვნება, ენერგიული პიროვნება, აი ყველა მაჟორიტარი დეპუტატი რო ასეთი ენერგიული იყოს, ასე ყურადღებიანი და გულთან საქმის მიმტანი დიდებული დრო გვექნებოდა. თავად ირაკლი შიოლაშვილი კი ფიქრობს, რომ ორივე მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობას დეპუტატთან კონტაქტი და მასთან კვირაში ორჯერ შეხვედრა ბიუროების მეშვეობით შეუძლიათ. მისი თქმით, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა უფრო მეც იმუშავებს, რათა მოსახლეობამ კეთილდღეობა იგრძნოს. ჩვენ გუშინაც ხონდა პირადად ჩვენს კომიტეტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტში, იმ საკითხის განხილვა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწესებს, მათ შორის ესწრებოდნენ სიგნალიდანაც და დედოფლის ყაოდანაც ჩვენი ფერმერები, და კონკრეტულ კანონპროექტს ჩაუყარეთ საფუძველი, რომელიც უახლოეს პერიოდში უკვე დარეგისტრირდება. კერძოდ ეს ეხება მაგალითად სახნავს ათეს ტერიტორიებზე, სავარგულებზე საქონლის მიერ დაზიანების საკითხს. ასევე ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა ბიუროების მეშვეობით მოსახლეობასთან. ანაგასა და წნორში გამოკითხული რესპონდენტები კი ამბობენ, რომ წინა საარჩევნოდ ირაკლი შიოლაშვილისგან უამრავი დაპირება მოისმინეს და მის შესრულებას დეპუტატისგან ელოდებიან. საოჯახო ტიპის მარნები ველისციხეში რატომ ვერ იზიდავს ყველა მარანი ტურისტებს? ბოლო რამდენიმე წელია გურჯაანის რაიონში არაერთი მარანი გაკეთდა. მასპინძლები ტურისტებს ქვეყნის კულტურას, კახურ ღვინოს და ტრადიციულ კერძებს აცნობენ. ვიზიტორების სიმრავლით კი მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა. ეს პოტენციურ ბიზნესმენებს სტიმულს უკარგავს, რომ ღვინის ტურიზმით დაკავდნენ. ნოდარის ღვინის მარანში ტურისტული სეზონი აპრილიდან დაიწყება, თუმცა გაიზრდება თუ არა წელს მაინც ვიზიტორების რიცხვი ჯერ არ იცის. ნოდარ ფირადაშვილის 6 საუკუნოვან მარანში ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ტურისტებისთვის საინტერესო გარემოა შექმნილი, მაგრამ როგორ მოიზიდოს ისინი და როგორ განავითაროს საკუთარი ბიზნესი, ამის გამოცდილება არ აქვს. უმაღლესი ღვინოა. ვერანაირად ტურისტი ვერ მოდის. არა მაქვს ისეთი არავისგან დახმარება, რომ შემოიდეს ტურისტი. თუ ესე რაღაცას, რომ რაიონმა გააკეთოს ის, რომ რა სიძველია ხალხს გააგებინოს. მადლობაზე მეტი რა მეთქმის. ჩვენ სტუმრობამდე ერთი დღით ადრე ნოდარ ფირადაშვილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ეწვია და ღვინის მარანი დაათვალიერა. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, გურჯაანში დაგეგმილია ტურიზმის განვითარება და უცხოეთიდან ტურისტების მოზიდვა. დღევანდელი ვიზიტი ემსახურება გურჯაანის რაიონში კიდევ ერთხელ გავიაზროთ და შევისწავლოთ მთელი ის ტურისტული პოტენციალი, რის საფუძველზე ჩვენ უნდა მოვიზიდოთ როგორც უცხოეთიდან ტურისტები, ასევე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირება გავაკეთოთ.
სანამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გურჯაანში ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს, ნოდარ ფირადაშვილი ისევ საკუთარი შესაძლებლობების იმედად იქნება. ისევე როგორც ნოდარ ფირადაშვილის მარანში ტურისტების სიმცირეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა კერძო სასტუმროებსა თუ საოჯახო მარნებში. როგორც ვიცით, კახეთში ტურიზმი ვითარდება, მაგალითად სიღნაღში, თელავში, ყვარელში, თუმცა ამ მხრივ გურჯაანი ჩამორჩება. თუ გურჯაანში ტურიზმის განვითარებაზე უფრო მეტად იზრუნებენ, შესაძლოა ისეთი მარნები მომრავლდეს, როგორც ველისციხის მარანი მუზეუმი ნუმისია. აქ წელიწადში 15,000-მდე ტურისტს მასპინძლობენ. უცხოელები მარანს ათვალიერებენ, შემდეგ კი ქართულ სამზარეულოს სწავლობენ. ტურისტებს კი ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობით იზიდავენ. ნუნუ კარდენახლიშვილის თქმით, ადგილობრივ ბიზნესმენებს გამოცდილება აკლიათ. როგორც სკოლაში აუცილებელია წერა-კითხვა ისწავლო, მე ვფიქრობ სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა სახის ტრენინგი იმ პროფილით აუცილებელია. იმდენად რამდენადაც ძალიან ბევრი რამე იცვლება, ძალიან ბევრი რამე სხვა ქვეყნებს სხვანაირად სჭირდება რომ მიაწოდო. კახეთში ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია, თუმცა საქმე მხოლოდ ფინანსებში არ არის. პოტენციურ ბიზნესმენებს უცხოელებთან ურთიერთობისა და მენეჯმენტის გამოცდილება აკლიათ. საქართველოდან უცხოეთში ღვინის ექსპორტი გაიზარდა. ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ორ თვეში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 8,777,275 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 94%-ით აღემატება. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. გარდა ამისა, ამავე პერიოდში მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2,162,305 ბოთლი ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 128%-ით გაზრდილია ჭაჭის ექსპორტიც. მთლიანობაში ღვინის ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 40 მილიონი ამერიკული დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. მხოლოდ იანვრის და თებერვლის თვეში ექსპორტზე უკვე გავიდა 9 მილიონ ბოთლამდე ღვინო და შემოსავალმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ხაზგასასმელია, რომ ექსპორტის მატება გვაქვს როგორც ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, ასევე ახალ ბაზრებზეც დადებითი ტენდენციებია და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნება მთელი 2017 წლის განმავლობაში და უფრო მეტი ღვინო გავა ექსპორტზე, ვიდრე 2016 წელს. საბავშვო ბაღებში სტანდარტები გაუმჯობესდება. რეფორმის პირველი ეტაპი 1 აპრილიდან განხორციელდება. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე კი უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში გაუმჯობესებული იქნება კვების ხარისხი და დაცული იქნება აღწევზრდელებისათვის აუცილებელი სტანდარტები. ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არის აღმზრდელ პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, უნდა იქნას დაკმაყოფილებული, ანუ ყველა აღმზრდელი, რომელსაც პედაგოგის სტატუსი მიეცემა, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. აგრეთვე ეს არის ინფრასტრუქტურის სტანდარტი, უნდა დაკმაყოფილდეს, რომელიც ამ ეტაპზე 2020 წლამდე გადაიწევს, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ბევრ საბავშვო ბაღებში მოსაგვარებელი და მოსაწესრიგებელია ბევრჯამ, ჯერ მარტო ინკლუზიური განათლების კუთხით, აგრეთვე უნდა დაკმაყოფილდეს კვების სტანდარტი და შესაბამისად უნდა შეიცვალოს კვება, იმიტომ რომ პირდაპირ არის კანონში დადგენილი, რომ კვება უნდა იყოს სამჯერადი და იქ ორი წახემსება უნდა იყოს კიდევ ჩაშვებული, უნდა დაკმაყოფილდეს სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. აი ეს 4-ვე სტანდარტი უნდა იქნას სტანდარტის მოთხოვნები უნდა იქნას შესრულებული, რომ ავტორიზაცია გაიაროს. ვალუტის ცვლილება, პროდუქტის და მედიკამენტების გაძვირება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე თვიდან თვემდე უარყოფითად აისახება. მათ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ჯერჯერობით არც ხელისუფლების მიერ დაპირებული სამუშაო ადგილები იქმნება. ფასების მომატება უმნიშვნელოდ აისახება და თითქმის ვერ გრძნობენ მაღალშემოსავლიანი ოჯახები. გიორგი ბაღანაშვილი დაინტერესდა გურჯაანელების ეკონომიკური მდგომარეობით და თავად ხალხს ეკითხა, თუ რაში ხედავენ ისინი პრობლემიდან გამოსავალს. გაჭირვება და უმუშევრობა გურჯაანელების მთავარი პრობლემაა. სამსახურს ვერ შეულებენ. ოჯახის მცირე შემოსავალი კი საკვებშიც არ ყოფნით. ისინი კომუნალურ გადასახადებზეც ეკონომიას აკეთებენ. გათბობას დღეში რამდენიმე საათით რთავენ. ელექტროენერგიას კი მომჭირნეობით ხმარობენ. გაჭირვებას და უმუშევრობაც, აბა ჩვენ წესიეს არ აგვაქვს არაფერი, ისეთი ასაკში ვართ და აბა უმუშევრობ სამსახური არ აქვს არაფერი. თავრობა საერთოდ არაფერს არ გეხმარება. როცა შემოსავალი არ არის, როცა სამსახური არ აქვს, ხელფასი არ აქვს, რითი უნდა არჩინო ოჯახი. მე შრომა არ მეზარება, მაგრამ არცად სამსახური არ არის და ვერ ვშოულებ. აღარავის აღარ სჭირდება ხნიერი ხალხი, რომ დაასაქმონ, ახლა პატარები მუშაობენ უფრო მეტად და
სად უნდა ვიმუშაო? 48 წლისავა. სამუშაო არ აქვს. ფული არ არის. პენსია მე არა მაქვს ახლა. დახმარება არ აქვს და რითი უნდა გაიტანოს ადამიანმა თავი. წასვლას ამჯობინებენ აქ ყოფნას დაუსაქმებლობის გამო. მართლა არის დაუსაქმებლობა. გურჯანელების ნაწილის პრობლემებს მოხსნილი სოციალური დახმარებები, გაძვირებული პროდუქტები, მედიკამენტები და ბანკის ვალებიც ემატება. ლარის გამყარების მიუხედავად გაძვირებული ფასები იგივე რჩება. მაღაზიაში შევედი, რაღაცის ყიდვა მინდოდა და ვერ ვიყიდი. საშუალება რო არ არის. გაჭირება. პრობლემა არ არის. ავანტყოფები ვარ და წამალს ვერ ავყიდულობთ. ერთი წამალი ვიყიდო, მეორე უნდა. იმაი ვეღარ ვერევი, ამდენი საშუალება არ არის. თავრობამ გაითვალისწინოს ამ საწოდავი ხალხის, ჩვენაირი ხალხის მდგომარეობა და იფიქრონ, რომ ცოტა ჩვენზედაც რაღაცა გაიმეტონ. პენსია მცირეა, ყველაფერი ძვირია. აი ეხლა წამლებზე მიმდივარ და თითო ფლაკონი გუშინ 10 აფში 30 ლარი მიმეცი. აბა ეს არის ცოცხლე. ადამიანი როგორი არსებობს, გეკითხები. 180 ლარო პენსიას აიღებ და 250 ლარისა რო წამალი გინდა ყოველ თვე. ამას ცხოვრება ჰქვია. პრობლემაზე მეტიც არ არის. ძალიან ავარ გაღარიბებულები რო იტყვიან. პენსია არ აყოფნის არაფერი. პურის ფული აღარ ამრჩება ხოლმე წამლებს რო უყიდულობ. პენსიები დაბალია გენაცვალა. ყველაფერი გაძვირდა. ცხოვრება გაჭირდა. დახმარება მქონდა და შემიწლა დავჭი ესე. უკმაყოფილოების გარდა არიან კმაყოფილებიც. რესპონდენტები ამბობენ, რომ თუ ადამიანს შრომა არ ეზარება, პრობლემებსაც გაუმკლავდება. სტუდენტი ვიყავი, მუშაობდი. დავბერდი მუშაობ. ერთი დღე დასვენებული და არც მიჭირს. ცხოვრობ. ანუ ფიქრობთ, რომ ცხოვრება შეიძლება თუ მუშაობ? ზარმაც თუ არ ახარ შეიძლება. თუ მილიონები გაგეგმოში ნახდათ ვერ მაგრამ. შენ ოჯახს არ მოაკლებ არაფერს. ვინც აშრომებს, ის ცხოვრობს კიდეც. შრომელსა და ყოჩაღ ადამიანს გასაჭირი არასოდეს არ ექნება. თუ შრომობს, ნამდვილად შეიძლება რომ იარსებოს. თუ უშრომელი არა და ვის არის ჩრდილში, შრომელი ადამიანი ყველა გაიტანს თავს. მოსახლეობა პრობლემებიდან გამოსავალ სამუშაო ადგილების შექმნაში ხედავს. მათი აზრით, თუ ოჯახში ერთი ადამიანი მაინც დასაქმდა და მთელი ოჯახი მხოლოდ პენსიაზე აღარ იქნება დამოკიდებული, ეს გარკვეულ შეღავათს მისცემთ. სასკოლო ექსკურსია მხოლოდ სანთლის ანთები და ბარკლის გაჯიჯგვნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასკოლო ექსკურსიის დაგეგმვაში ცვლილებების ახალი ინიციატივით გამოდის. განათლების სამინისტრომ ამაზე მუშაობა უკვე დაიწყო. გაკეთდება საექსკურსიო ობიექტების კატალოგი, სადაც პირველ ეტაპზე 100 ორგანიზაცია იქნება განთავსებული. კატალოგის მიხედვით სკოლებს საშუალება ექნება დაუკავშირდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს და იქ ექსკურსია გაკვეთილები დაგეგმონ. საცურაო აუზთან ერთად გურჯაანის სპორტ კომპლექსში ძალოსნობისა და თავისუფალი ჭიდაობის წრეები გაეხსნება. სპორტის სახეობებს 16 წლამდე მოზარდები უფასო დაეუფლებიან. რამდენიმე 1000 ევროს ღირებულების ინვენტარი სპორტულ გაერთიანებას ძალოსნობისა და ჭიდაობის ფედერაცია მაჩუქა. გურჯაანის სპორტულ გაერთიანებას დაემატა ერთი ოლიმპიური სპორტი ძალოსნობის ფედერაციამ კახი-კახიევში პრეზიდენტმა გადამოგვცა 2 კომპლექტი ეს ფიცარნაგი და შტანგის ძერებით და თავის კანტელებით, რაც ერთი 20000 ევროს ინვენტარია. რა ორი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ გადამოგვცა ერთი კომპლექტი თავისუფალი ჭიდაობის ლეიბი. აქაც გაიმართება უფასო წრე ჩვეულებრივ თავისუფალი ჭიდაობაში მომზადებენ ტრენერები, ვისაც უფასო წრე იქნება.